მოწოდების შედეგები. დანარჩენი ვნახოთ უკვე ყველაფერი გამოჩნდება მოედანზე. იქამდე ვნახოთ სტანდარტი ვანდერსონ სილვა, რომელსაც აქედან დარტყმაც შეუძლია. ჩააწოდა დარტყმაც შედგა სახიფათო მომენტი მაკაცარია და იქნება კუთხური ახლოსები ხდება უფრო ინტენსიური და სახიფათო, მაგრამ ისე რეალური მომენტი ჯერჯერობით არც ერთ გუნდს იმ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით არ შეუქმნია და ისევ იგივე საპირებდა ნანა კოფიდონკორი, რასაც წინა შეხვედრაში მოძრაობაა უკვე მისი. თამაშგარში არ იყო ნამდვილად ადგილზე მეტოქის მოტყუება და მეორე დაკეთებდა უკვე ზედიზედ მეორე შეხვედრაში იგივე კარში, იგივე ყველაფერი იგივე იყო გარდა მეტოქისა და გარდა იმისა თუ როგორი შედეგით შედარებით დაბალი ტემპი, თითო რეალური მომენტი და გარდამავალი უპირატესობა მართო და კოფიდონკორი. მთავარი გამამწვავებელი და აქაც გამამწვავებელ პასს აკეთებს ხარებაშვილი, დარტყმა არის ცუდი და არა ზუსტი ხელებში დაიჭირა. ოახერხა ის რომ შემოbrunებული იყო კარისკენ, ზურგით იდგა და როგორც კი შემოbrunდა, გაისწორა ბურთი დაარტყა ძალიან ძლიერად, უბრალოდ კუთხე და დარტყმის მიმართულება არ იყო ისეთი რომ გაჭირვებოდა ორობეის მოგერება, გაუჭირდა ხელებში ვერ დაიჭირა, მაგრამ წავიდა ბურთი გაგრელთა ცენტრალურ მცველს, ვანდერსონის ჩაწოდება, უგრეხელიძე მითამაშა, არადამაჯერებლად დარჩა ბურთი გაგრას, კეკელიძის დარტყმა და აი აქ უკვე აიჭრა ბურთი საბოლოოდ, არ გამოვიდა ის რაც სურდა, მაგრამ ხიბათი შეიქმნა. ფრედათანაც უგოლო პირველი ტაიმისთვის იქნება დამსახურებული, კი მომენტები იყო, ალბათ 2-2 ჯამში, მაგრამ ისეთი რეალური წერტილში და მეტოქისთვის ყველაზე სახიფათოში ხარებაშვილი ცენტრში შემოიწია დარტყმა, რა მომენტი იყო და ბრავო ორობეი. ხშირად პოზიციასაც იცვლის, მოედნის შუაგულში შედის ხოლმე და აი ხა რაღაც ხერხა, მაგრამ მე თანაგუნდელებმა დაკარგეს, იქვე დაიბრუნდა მუჯირმა, ანდრეიჩუკი გრძელდება სტუმართა შეტევა, უკრაინელი ფორვარდი, კარგი პასი კეკელიძე და გავიდა გაგრა წინ 0-1 ტაიმის სტარტზე პრინციპში 5 წუთის შემდეგ გაგრა უკვე ამ შეხვედრას იგებს ბრძოლით. ყველაფერი აქედან დაიწყო, დაკარგული ბურთი დაიბრუნა გაგრამ, შეცდა იორო, ძალიან ცუდი მიღება, იბრძოლა მუჯირმა, მერე ანდრეიჩუკი 2 მეტოქის აი ესე დერეფანში შეზღუდულ სივრცეში გაძვრა, წაიღო ბურთი ფლანგისკენ, იდეალური გადაცემა გააკეთა და კეკელიძე უკვე აქ უეთვალყურეოდ დატოვა სველებმა, შემოირბინა და ვარდნაში შეაგდო თავისი გოლი. ასე და ამრიგად წინ გადის გაგრა. ლუკა კეკელიძისთვის კი ეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მისი პირველი გოლია გაგრას შემადგენლობაში, სადებიუტო გოლი დინამო თბილისის კარში გააქვს ლოკომოტივის აღზრდილ ფეხბურთელს. გაცილებით აქტიური იყო, საბოლოოდ ბურთი მაინც მიიღო, დარტყმა შემოგთავაზა და ორობეის მორიგი მოგერიება ლიგაში და თან გაგრას მაისურითაც სადებიუტო, კარგია იორო, პასი გავიდა, ზარია, ქუსლით შესანიშნავი გადაცემა, ხარებაშვილი დაბალი პასი და ეგრევე შეუძლია დინამო თბილისის პასუხის გასცემა, ხალიდ ოლტმურზიევი, მაგრამ გოლი უქმდება. როგორც ჩანს შეტევაში თამაშის წესების დარღვევის გამო. დინამოს თამაში გახადა უფრო აქტიური, ბრავო ზარიას რა კარგი პასი გააკეთა, ხარებაშვილმა დაუთმო იოროს ეს დარტყმა და შემდეგ როგორც ჩანს, აი აქ იყო ბიძგი შეტევაში თამაშის წესების დარღვევა. და ამის გამო გაუქმდა გოლი. დაარტყა რამუშმა და აი შემდეგ აქ როგორც ჩანს დოლტმურზიევმა უბიძგა მეტოქეს, აქ მოიგერია ვორობეი, ისევ შევაქოთ და აქ დაფიქსირდა აუგუსტო პორფირიოზე თამაშის წესების დარღვევა, რის გამოც გოლი გაუქმდა და ანგარიში კვლავ 0-1-ა. ფეხბურთელისა, რომლის სახელი და გვარის მატარებელიც არის. იგი აქ კი კარგი პასი გავიდა, დატოვებული აქვს მაკაცარიას კარი, ანდრეიჩუკი ერთი გადაცემა მუჯირზე, დარტყმა შეუძლია მუჯირს და ბრავო უგრეხელიძე, აშკარა გოლისგან იხსნა ახლა. ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტიც იყოს, მოკლედ სამაგიცვლება მზადდება. ალექსიძე ცვლის რამუშს და უკვე ორი ფორვარდი იქნება წინ, ხარებაშვილი ვნახოთ ვის შეცვლის. ალბათ მონტეირო, არა, იორო გადის, ეს გარკვეულწილად რისკიც არის. გამორჩეულია ის თავის გუნდში, ნახოთ ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა კარისკენ ალექსიძე მოედანზე შემოსვლა რამდენიმე წამში შეეძლო მას ანგარიშის გათანაბრება. შემდეგ იგი წავიდა უკრაინაში, კიევის დინამოში, სადაც სამწუხაროდ არ მისცეს სათამაშო დრო. დაბრუნდა ნინუა დარტყმა და ისევ ორობეი, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდაოდ. ეს ის ეპიზოდი ნინუამ რომ დაატრიალა ბურთი, თითქოს ჯარიმას ურტყამდა როგორც ჩვევია ხოლმე ამ დისტანციიდან და არაერთი ჯარიმა აქვს გატანი, მათ შორის ევროტურნირზე მალტურ ენგორდან. კიდევ ერთი ჩაწოდება, ესეც გამოიტანეს, აბა ფეიქრიშვილი, კარგი პასი, დარტყმა, მაკაცარია ბურთი ხელებში და ფიქსირა. გუნდებს აქვთ ჩასატარებელი კიდევ ერთი ტურის შეხვედრა. დინამო თბილისმა სამგურალთან უნდა
კალანდაძე ისევ ნინუა რბილი ჩაწოდება საჯარიმოში არის არეულობა დარტყმა შეიძლება ზარიას დარტყმა მიდიოდა ბურთი კარში მაგრამ მწველებმა მიიღეს საკუთარ ბურთს ინარჩუნებენ სტუმრები დარტყმა შეიძლება დარტყმა მაკაცარია იგერიებს საგზოიძე იბრძვის და ნინუა ბურთზე პირველი რომლებიც მერვე მეცხრე ადგილებზე იმყოფებიან მეათე დინამო ბათუმის 7 ქული ცაბაზოიძე აქ შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს ორი თანაგუნდელი მოყვება პასის გაკეთება შეუძლია ვანდერსონი და როგორი ეპიზოდი ვერ გამოიყენა აი ახლა რომ ვერ მოიგოს გაგრამ ეს თამაში ვანდერსონს რომ შეეძლო ამ ბურთის მიღება გაჩერება დამუშავება უკეთესი დარტყმის შემოთავაზება და ვერ გამოიყენა მომენტი ვანდერსონმა აქ სივრცე იყო ორი ფეხბურთელი ეხსნებოდა და ხო კი გასაგებია გაგრას ფეხბურთელები დარსანია მიიღო გაიჩერა და ძალიან სუსტი დარტყმა კიდევ ერთი გამოუყენებელი ეპიზოდი ბოლო დროს მოუმრავლდა გაგრას მომენტები სადაც საფეხბურთო კონტრშეტევები ვერ აქცია გოლად იკარე შეტევას კინაღამ შეცდა კინაღამ კი არა დაიკარგა ბურთი ზოიძე რომ დაარტყას კარიცარიელია და შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი აღარ იჩქარა წაიღო ბურთი საჯარიმოში შევიდა გავიდა 1-1-ზე და კიდევ ერთი მომენტი ბოლო 1 წუთში 3 მომენტი ვერ გამოიყენა გაგრამ არაფერი როგორც ჩანს იქ დარღვევის მაგვარი არ ყოფილა და შეხვედრა დასრულდა იგი გაგრას გამარჯვებით